მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში, ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. მოგესალმებით აჭარის ტელევიზიისა და გადაცემა დარცის მაყურებლებო. მიხარია რომ დარცის ამ სეზონზე ვიქნებით ერთად და ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ. დარცის როკი უსვლელია. გვიყურებთ ყოველ კვირას 18 საათსა და 20 წუთზე. გადაცემა დარცი ძალიან ბევრ საინტერესო იდეას და სიახლეს გიმზადებთ. თუმცა ის რჩება გასართობ შემეცნებით გადაცემად, სადაც ჩვენი თანატოლები ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებენ და თან გაგვიზიარებენ. და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ახალგაზრდა ბიჭი, მას ასე იცნობენ, ბიჭუნა მფრინავი თითებით. წავედით შევხვდეთ. საინტერესოა, ალბათ აინტერესებს მაყურებელს. და წავედით რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში, რომ შევხვდეთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს. მე მგონი უკანა. მე მგონი. ამოვედით უკვე მეორე სართულზე და მუსიკის ხმა ესმის უკვე ფორტეპიანოს ჰანგები და დიდი ალბათობით ეს უნდა იყოს ანდრია თავის პედაგოგთან ერთად და წამოდი შევუხედოთ. ამოდი შევხვდეთ. გამარჯობა, თქვენთან შეხვედრა სულ ძალიან გვიხარია. ჰანგები გამარჯობა, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარიც კი. ჩვენ მოვედით რომ წავიყვანოთ ანდრია და გავესაუბროთ და შემდეგ თქვენთანაც აუცილებლად მოვალთ. წამოდი. გამარჯობა ანდრია, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმე დრო. მადლობა თქვენ. მოდი პირველ რიგში დავიწყოთ, აი მოკლედ რომ დაგვიხასიათო შენი თავი, ვინ არის ანდრია კაპანაძე? ანდრია კაპანაძე არის 10 წლის ბათუმელი პიანისტი, რომელსაც ძალიან უყვარს მუსიკა. ანუ მაინც პიანისტი. შევამჩნიეთ. ბიჭუნა მფრინავი თითები, ჩვენ უკვე ამ მეცახელით წარგად გინეთ და თუ შეგიძლია შენ რომ მოგვიყვე ბიჭუნა მფრინავი თითებით. შენ უკვე ამ სახელით წარგად. აი ამას გულისხმობდი. შენ უკვე ამ სახელით წარგად გინეთ და თუ შეგიძლია შენ რომ მოგვიყვე საიდან მოდის ეს მეცახელი. ეს მეცახელი, როცა მე პარიზში დასო სასახლეში გალა კონცერტი იმართებოდა, შევასრულე მიშელსონის ტექნიკური ეტიუდები, რომელიც შესაბამის ტემპში დავუკარი, ეს იყო ჩქარი ეტიუდები და მის მიხედვით დამარქვეს ბიჭუნა მფრინავი თითები. ანდრია, შენ ხარ 10 წლის და აი მითხარი როგორ მოახერხე ამდენი რაღაცა 10 წლის, აი რამდენი საათი მეცადინეობ დღეში? დღეში დაახლოებით 5-6 საათი მეცადინეობ. ეს მუსიკალურში კიდევ სახლშიც ვასწრებ ხოლმე. ძალიან მიყვარს მუსიკა და მუსიკა ჩემთვის განტვირთვაა. ანდრია, რამდენი წლის იყავი, როცა მიხვდი რომ შენი ცხოვრების მთავარი ინსტრუმენტი იყო ფორტეპიანო და ვინ აღმოაჩინა შენში ეს ნიჭი? პატარაობიდან როცა ფეხი ავიდგი, მაშინვე მიურბოდი სულ ფორტეპიანოსკენ და დიდი სურვილი მქონდა რომ დამეკრა რაღაცა, გერებს ვაწყობდი და ყველამ შეამჩნია ოჯახის წევრებმა და შემიყვანეს მუსიკალურ სასწავლებელში. მუსიკალურში. პატარაობიდან. რა საკიდან შეხვედი ხო არ გახსოვს? შევედი 8 წლიდან. მოდი ანდრია შევეხოთ და ვისაუბროთ ოჯახის როლზე. იმისათვის რომ პიანისტი იყოს წარმატებული თავის საქმეში, რა თქმა უნდა, საჭიროა ოჯახისგან მხარდაჭერა და ვფიქრობ რომ შენი ოჯახი შენზე არის მორგებული. შენ თუ შეგიძლია რომ მოყვე შენი ოჯახის როლზე. ოჯახმა დიდი წვლილი შეიტანა ამისათვის, ხელს მიწყობენ, ყოველდღიური რეჟიმი მაქვს, როცა მუსიკაზე მივდივარ, სულ მივყავარ და სულ მიჩვეული ვართ უკვე მუსიკას და მუსიკალურ რეჟიმში ვართ. ანუ თქვენი რუტინული ცხოვრებაა უკვე და განუყოფელი. ანუ სახლში არასდროს არ არის ისეთი სიტუაცია, რომ აი შენ ხომ მეცადინეობ რამდენიმე საათი დღეში. აი რავი, ჩემი აზრით ყველა ოჯახი ვერ გაუძლებდა და მართლა ვერ შეეწყობოდა ამ ყველაფერს. შენ შემთხვევაში ფაქტიურად ვერ იქნებოდა. დაწყობილია ეს ყველაფერი დაწყობილია. შედეგის ჩანს. ეხლა ნატო მასწავლებლის როლზე რომ მოგვიყვე, როგორც ვიცი, უდიდესი როლი მიუძღვის შენ წარმატებაში და მოგვიყვები მასზე. ნატო მასწავლებელმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემ განვითარებაში. ძალიან შრომის მოყარეა და სულ როცა მის გაკვეთილზე მივიდივარ, სულ ახალ რაღაცებს ვიღებ, მუსიკის განათლებას უფრო ვიღებ და მასთან ყოველ გატარებული დრო ძალიან სასიამოვნოა.
ვინ არის შენთვის მისაბაძი პიანისტი? ჩემი საყვარელი ნაწარმოები არის, რაც დამიკრავს, ეს არის შოპენის პოლონეზი, პირველი პოლონეზი, რომელიც ჩემთვის ძალიან სერიოზული ნაწარმოებია. და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ამას უკრავ. რომელია შენთვის საოცნებო დარბაზის სცენა და ორკესტრი, რომელთანაც კიდე დაკვრა? ვფიქრობ, ეს არის ნიუ-იორკში კარნეგი ჰოლი, ნიუ-იორკის ორკესტრთან ერთად შევასრულებდი რახმანინოვის კონცერტს. ასევე ჩვენ უკვე ვიცით, რომ შენ იდექი ორკესტრთან ერთად და აი ამ გამოცდილებაზე რომ მოგვიყვე. როცა მუსიკალურში შევედი, უკვე მეოთხე თვეს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალურში აჭარის ორკესტრთან ერთად დავუყარე ნაწარმოები. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო და ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული კონცერტი, რომელსაც კარგად ჩაიარა. და ძალიან კარგი გამოცდილებაც იყო, ხო? კარგი, ძალიან კარგი. და აღსანიშნავია, რომ ძალიან ისე მოხდა ყურში 4 თვეში წეღან ახსენა, რომ 8 წლიდან შევიდა და 8 წლის ასაკში 4 თვეში უკვე ორკესტრთან ერთად დაკვრა. ამჯერად დიდი ამდენ დროს ახმან მუსიკას, მაგრამ როგორც ვიცით, პარალელურად ხარ სკოლის მოსწავლე. და აი რო გვითხრა და გაგვიმხილო საიდუმლო, როგორ ახერხებ, რომ ყველაფერი ერთად გამოგივიდეს. ანუ როგორც მუსიკაზე დავდივარ, ასევე დავდივარ სკოლაშიც. სკოლაშიც კარგად ვსწავლობ, ძალიან მიყვარს სკოლა და მუსიკა და სკოლა ერთმანეთს ხელს უწყობს და ამიტომაც ყველაფერს ერთად ვასწრებ. აი როგორ ასწრებ, როგორ იწყება შენი დილა? დილით როცა ავდგები, მივდივარ მუსიკაზე, მუსიკიდან მე მივდივარ სკოლაში და საღამოობით მუსიკას უთმობ დროს. სკოლაში რომელ საგნებს ან საგანს გამოვარჩევდი განსაკუთრებით? ვფიქრობ, ჩემი საყვარელი საგნებია ქართული, მათემატიკა და ისტორია. მუსიკის გარდა რა არის შენი ჰობი? იმიტომ რომ მუსიკა უფრო ალბათ პროფესიაა უკვე. როგორც მუსიკა, ასევე ძალიან მომწონს გეოგრაფია. გეოგრაფიაში გულისხმობ როგორც ქვეყნები, ძალიან ეს ქვეყნები ვისწავლე ერთ-ერთი გადაცემიდან, სადაც მოგზაურობენ ადამიანები და ამით ბევრი ინფორმაცია გავიგე ქვეყნების შესახებ. ანდრია, კონკრეტულად უფრო რა განხრით სწავლობ, ან რა გადაცემებს უყურებ, ანუ დედაქალაქები, დროშები, თუ ყველა განხრით გადაცემაში ყველაფერს ამბობენ, როგორც ქვეყანა, დედაქალაქი, ღირსშესანიშნაობები, დროშები და ასე შემდეგ. ახლა დაბრუნდი საფრანგეთიდან და ალბათ ყველა ხელოვანის ოცნება იქ მოხვედრა და დაკვრა და შენ ეს შეძელი 10 წლისამ ჩვენი კულტურის მინისტრის ქალბატონი ელისო ბოლქვაძის დახმარებით და ამაზე რომ მოგვიყვე, როგორ მოხდა ეს, სად მოგისმინა და როგორ გახდი მისი რჩეული. ქალბატონი ელისო ბოლქვაძის კონკურსზე, სადაც კატეგორია 10-დან 15 წლამდე იყო, დავუყარი და გამოცდილებისათვის მივედი იქა და როდესაც უკვე გავიგეთ პასუხები, გამოვიდა რომ მე გავხდი გამარჯვებული იქ, ჯილდო იყო 3000 ლარიანი და ასევე როდესაც უკვე ეს ამ კონკურსის გამარჯვებული გავხდი, იმის მერე ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ ჩემში ნიჭი დაინახა და უკვე დამპატიჟა საფრანგეთში, პარიზში, დასო სასახლეში გავა კონცერტზე. მოდი დავრჩით ისო პარიზში და ვისაუბროთ პარიზში ჩატარებულ კონცერტზე. ძალიან მიხარია, როცა უკვე ვასრულებ ნაწარმოების დაკვრას და ხალხი ტეატრს უკრავს და ეს ძალიან მახარებს და უფრო მამშვიდებს. ისე როცა გავდივარ კონკურსებზე ან კონცერტებზე არ ვნერვიულობ. თუ შეგიძლია რომ გითხრა, ვინ არის შენი საყვარელი კომპოზიტორი და შემდეგ ვესაუბრე შენს ახლანდელ და სამომავლო გეგმებზე. ჩემი საყვარელი კომპოზიტორი არის შოპენი. შოპენის ნაწარმოებებს უკრავ და სოლო კონცერტი გვექნება მე და ბაჩი მიქელაძეს და იქ შევასრულებ შოპენის ნაწარმოებებს. და რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ახლა მომავალში იქნება რონდო კლასიკის და აჭარის რეგიონალური კონკურსი. ახლა სანამ გთხოვდეთ შენი საყვარელი ნაწარმოების შესრულებას, მანამდე გადავდივართ უფრო სახარისო ნაწილზე, ბლიც კითხვებზე. მოდი დავიწყოთ. საყვარელი ფილმი. პადინგტონი და ჰარი პოტერი. საყვარელი წიგნი. ვფიქრობ სალამურას საგვადასავალი და შუაღამის პანდა. ხომ არ გახსენდება ისეთი ფილმი, რომელსაც აღარ ნახავ ან არ ურჩევ არავის.
ჟანრი ხომ არ არის ეგეთი საშინელებო თქო. ასეთი არ არის, ალბათ. კარგი, სიტყვა რომელიც ყველაზე კარგად გახასიათებს ეგ ვითხარი. ვფიქრობ, იღბლიანი. ფილმის რომელ პერსონაჟთან იზრუნებდი შეხვედრას? ვფიქრობ, ჰარი პოტერთან ვიზრუნებდი შეხვედრას. საყვარელი კერძი. ვფიქრობ, ხაჭაპური. როგორ ფიქრობ, რომელი ცხოველი იქნებოდა ყველაზე გამაღიზიანებელი საუბარი რომ შეეძლოს? ალბათ მაიმუნი. აი, შენთვის ძალიან საყვარელი გამოჩენილი ადამიანი, რომელიც უკვე აღარ არის ცოცხალი, ვისთან ისურვებდი შეხვედრას და რაზე ისაუბრებდით? ვფიქრობ, შოპენთან და ლისტთან ერთად ვისაუბრებდი მუსიკის შესახებ. და ბოლოს შეკითხვა, ღმერთთან შეხვედრის საშუალება რომ გქონდეს, რას ეთხოვდი ან რას კითხავდი? ვფიქრობ, კითხავდი თუ როგორ შეიქმნა სამყარო. ძალიან საინტერესო. საინტერესო კითხვა. კი. ანდრია, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა. გავიცანით ანდრია, გავაცანით მაყურებელს უკვე სხვა კუთხითაც, ასევე კიდევ ბევრი ნიჭი ქონია ანდრიას და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ჩვენ წარმატებებს გისურვებთ აუცილებლად და ვიცით რომ ძალიან წარმატებული იქნები, იმიტომ რომ უკვე ძალიან წარმატებული ხარ და მწვერვალებს მიაღწევ. ახლა კი სიამოვნებით მოგისმენთ ჩვენც და ჩვენი მაყურებლები. და შემდეგ აუცილებლად გავესაუბრებით ნატო მასწავლებელსაც. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ ანდრიას და გავიცანით, გავიგეთ რომ ძალიან შრომის მოყვარე ბიჭია, თუმცა როგორც პედაგოგი გვინდა რომ მოგვიყვეთ ანდრიაზე რაღაცა საინტერესო ისტორიები, დეტალები და მოგისმენთ დიდი სიამოვნებით. მე დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებით ამ ნიჭიერ ნორჩბიანის წზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხანდახან დროდადრო ხვდება აი ნამდვილი ვარსკვლავები, რომლებთანაც მუშაობა უდიდეს სიამოვნებას მგვრის. და ვხედავ შედეგს, რომელსაც ელოდება მუსიკალური საზოგადოება და რომლის იმედი შეგიძლია რომ გქონდეს ნებისმიერ სცენაზე, ნებისმიერ კონკურსსა და ფესტივალზე. აი ანდრია კაპანოძის სწორედ ეს ახალი ვარსკვლავია, რომელმაც საოცრად შეიყვარა მუსიკა და რომელსაც ყველა თვისება გააჩნია, რომ იყოს წარმატებული. ძალიან დიდი ბედნიერებაა პედაგოგისთვის, როდესაც ყავს გამორჩეული მოსწავლე. მოსწავლე, რომელშიც ყველა ის თვისება არის გაერთიანებული, რაც სჭირდება მას მის მომავალ პროფესიაში. აი მაგალითად, ანდრია კაპანაძე არის ქარიზმატული, ნიჭიერი, განათლებული, შრომის მოყვარე და პასუხისმგებლობით სავსე ახალგაზრდა, რომელსაც აგრეთვე აქვს ოჯახის ძალიან დიდი მხარდაჭერა. აინტერესებს არა მარტო მუსიკა, არამედ ყველა ის კომპონენტი, რაც ავსებს და აერთიანებს ამ უკიდეგანო სფეროს მართლაც უდიდეს ფენომენს, რომელშიც შედის ასევე გარდა პიანიზმისა, მუსიკის ისტორია, შედის სოლფეჯიო, ანბანი და ასე შემდეგ, და რომელსაც ძალიან კარგად ფლობს და სწავლობს და ისევ და ისევ უსწრებს თავის ასაკს. თავისი უკვე მონაცემები და შედეგებით ამ საგნებშიც და მე ძალიან მიხარეს ყველაფერი ხელს უწყობს მისი შესრულების მანერაში, თავისუფლებაში, თავდაჯერებულობაში და ჩვენ გვესმის ერთმანეთი. ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთვის და ღვთის საჩუქარი. ვინაიდან ძალიან ცოტა არის ერთეული ასეთი ინდივიდი ბავშვები, რომლებთანაც პედაგოგი იხარჯები ბოლომდე და ხედავ შედეგს. სამენაზე უფლება სწავლას საუბართ და ეს მომწონს ძალიან, იცით, ამით ინტელექტი, მისი მუსიკალური და არა მარტო მუსიკალური ძალიან ვითარდება. მადლობა ძალიან დიდი. თქვენ მადლობა. აუცილებლად. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ ბავშვების მოტივირებისთვის, ხოჩახ თქვენ. სასიამოვნო მოსასმენია ძალიან. მადლობა. ამოდებს გისურვებთ თქვენ და თქვენს მოსწავლეებსაც კიდევ მრავალ თქვენს მრავალფეროვან საინტერესო რესპონდენტებს. და ბევრ მსმენელსა და მაყურებელს.
იმსახურებთ. დღესაც შენთან მოვედით, ოღონდ დღეს უნდა გავიცნოთ უკვე შენი მეგობრები და გავიგოთ როგორი მეგობარი ხარ შენ და დაველოდოთ მოდი შენ მეგობრებს. სანამ ანდრიაზე გადავიდოდეთ, თქვენ ისეთი საინტერესო ბავშვები ხართ, რომ პირველ რიგში მოგვიყევით თქვენს თავზე, აი რა გიყვართ, სკოლაში რომელი საგანი გიყვართ, რითი ხართ დაინტერესებული, ხო არ გაქვთ არჩეული, რა პროფესიას გინდათ, რომ დაეუფლოთ მომავალში. მე ვარ გიორგი ჯურბირაძე, 11 წლის. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. ჩემი საყვარელი სპორტი არის რაგბი, მაგრამ თუ სპორტსმენი არ გამოვედი, ალბათ გამოვა მეცნიერი ან მათემატიკოსი. ძალიან საინტერესოა. შენი სახელი გვითხარი? მე ვარ ანდრია დავითაძე, ვარ 11 წლის და მე-5 კლასში ვარ. მიყვარს ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა, რადგან მათემატიკაში დავდივარ და ანდრიასთან ერთად განვიხილავ მათემატიკას. ერთად დადიხართ მათემატიკაზე. ჩემი საყვარელი სპორტი ფეხბურთი არის და თუ ფეხბურთელი ვერ გამოვა, ალბათ ხატრობაზე გადავალ, რადგან ხატრობა მიყვარს და ძალიან ბევრ რაღაცას ვხატავ. ნუ ხატავ კიდეც ფეხბურთსაც თამაშობ, ახლა ფეხბურთზე დადიხარ? დიახ. წარმატებებს გისურვებ. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი გურამიშვილი, 11 წლის და ჩემი საყვარელი საგანი არის ყველა საგანი მიყვარს. მე დავდივარ მეორე საჯარო სკოლაში, დავდივარ ასევე კალათბურთზე და მინდა რომ კალათბურთელი და ბიზნესმენი გამოვიდე. მე და ანდრია ერთად დავდიოდით მუსიკალურ სტუდიაში ჰარმონიაში, რითიცაც ერთმანეთი გავიცანით. აჰა, ძალიან კარგი. თქვენ ყველა კლასელები ხართ, როგორც ვიცით, ანდრიაც. მაინტერესებს როგორი მეგობარი არის ანდრია თქვენთვის? ანდრია ჩემი აზრით საუკეთესო მეგობარია, რომელიც არასდროს არ მიგატოვებს, გასაჭირშიც ყოველთვის ხარში დაგიდგება, ის ყველას უზიარებს რაღაცას, რაც სხვას არ აქვს და მას აქვს. ის არის კეთილი და ძალიან ჭკვიანი. დახასიათებაც ასეთი უნდა. ანდრია ძალიან მხიარული ბავშვია და ყოველთვის გვერდში დგას ჩემთვის. ის ძალიან კარგი მეგობარი არის და ყოველთვის ჩემ გვერდში დგას. ის ყველაფერში მეხმარება და ძალიან კეთილი ბავშვია. ძალიან კარგი. ანდრია რა უნდა ვილაპარაკო? ანდრიას რაიმე ცუდი თვისება არ გააჩნია. იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია და არასდროს არ მიღალატებს. როდესაც გასაჭირი მექნება, ყოველთვის დამეხმარება. იგი არის კეთილი, მომთმენი, ჭკვიანი, შრომის მოყვარე. ძალიან კარგია რომ მოვისმინე ახლა. ანუ თქვენ როგორც გავიგე, ძალიან გულშემატკივრობთ ანდრიას. და მაინტერესებს როგორ გულშემატკივრობთ თუ დადიხართ ანდრიასთან, როდესაც მნიშვნელოვანი დღეები აქვს. პირველად, როდესაც ასეთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს გამოვყევით, იყო თავის პირველი სოლო კონცერტი, რომელზეც 15 ნაწარმოები დაუკრა. აქედან მხოლოდ 3 დუელში. მადლობა დიდი. მას ერთი მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა, როდესაც მასთან ერთად ვიყავი, ეს იყო სოლო კონცერტი. ის ძალიან კარგად უკრავდა და მისით ძალიან ვამაყობ. იმედია უფრო ბევრ რაღაცებს მიაღწევს, უფრო მაგარი გაიზრდება და რაც მთავარია, არ გაანებობს მის ოცნებებს.
მართალია მე საერთოდ ხშირად არ შემიძლია წასვლა, რადგან ბევრი საქმე მაქვს. ხან კალათბურთზე ვარ, ხან სკოლაში ვარ, ხან სკოლიდან შემიძლია გავყვე, მაგრამ ხანდახან დამატებით ინგლისურზე დავდივარ და იქ ვარ. მაგრამ როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ყოველთვის ვცდილობ რომ წავიდე ანდრიას კონცერტებზე და ერთ-ერთი იყო, როდესაც სკოლიდან გამოვედით და მთელი კლასი წავედით ანდრიას სოლო კონცერტზე, რომელიც ანდრიამ 15 ნაწარმოები შეასრულა. მოკლედ ერთმანეთზე უკეთესი ბავშვები ხო ხართ, მაგრამ თან როგორი მეგობრები ხართ ერთმანეთის, როგორ გულშემატკივრობთ ანდრიას და თან მრავალმხრივ ნიჭიერები ხართ და ახლა სანამ დაგემშვიდობებით, მანამდე მრავალმხრივ ნიჭიერები ხართ, როგორც გავიგეთ და ბევრი ჰობი გაქვთ და ბევრი ინტერესი და ჩემი აზრით მუსიკაშიც იქნებით ნიჭიერები და ვიქტორინას ჩაგიტარებთ პატარას და დავიწყოთ რამდენიმე ნაწარმოებს მოგასმენინებ და თქვენ უნდა გამოიცნოთ. მზად ხართ? დიახ. აბა, თუ მივხვდით. ვიცი, აი აქ პასუხი. მე მივხვდი, ძალიან ადვილია ჩემთვის, რადგან ამას ახლაც უკრავ და ეს არის ფრედერიკ შოპენის ფანტაზი ექსპრომტი. სწორი პასუხია, რატომღაც გამიკვირდა, რომ ანდრიამ გამოიცნო. კარგი, კარგად გავართვით თავი პირველ კითხვას. ახლა მოდი გავაგრძელოთ და შემდეგ ნაწარმოებს მოვუსმინოთ. როგორც მივხვდი, უკვე იცი პასუხი. ეს არის გია ყანჩელის ყვითელი ფოთლები. სწორი პასუხია, ყოჩახ. მართლა აღფრთოვანებული ვარ. ახლა არის საბოლოო რაუნდი და ეხლა ვნახოთ ბოლო ნაწარმოებსაც როგორ გამოიცნობთ. აბა მითხარით? ბეთჰოვენის ელიზე. ყოჩახ, მართლა 4-ვემ გასაოცრად გაართვით თავი ამ ყველაფერსაც. კი, ნამდვილად მრავალმხრივ ნიჭიერები ხართ, კარგი მეგობრები და როგორც უკვე ვახსენე, ერთმანეთზე უკეთესები და აუცილებლად გისურვებთ 4-ვეს წარმატებას თქვენ საქმეებში და ძალიან გამიხარდა რომ გაგიცანეთ. მადლობა თქვენ.